სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორის მიერ ახლა დაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის 72 ეტაპი იწყება. მსურველთა რეგისტრაცია 8-დან 12 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. თემაზე ვრცლად სოფელ გურჯაანის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა ვაჟა სონგულაშვილთან ვისაუბრებთ. მამა ვაჟა, დაგლოცე, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. დაგლოცოთ ღმერთმა და გაგახაროთ მამაციც. მამა ვაჟა, რა მადლია ბავშვისთვის, როცა მისი ნათლი არის პატრიარქი და რა შეიცვალა დემოგრაფიული მდგომარეობის კუთხით ჩვენს ქვეყანაში, მას შემდეგ რაც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაწყვიტა, რომ გახდეს ოჯახში დაბადებული მესამე და ყოველი შემდგომი შვილის ნათლია. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და რა თქმა უნდა, მართლმადებლურთ მონათლულას უდიდესი ძალა და მადლი და წყალობა აქვს თითოეულ ადამიანისთვის და ყველას უნდა გქონდეს. ახალშობილი როცა გვყავს სახლში, უნდა გქონდეს, გახსოვდეს, რომ 40 დღის თუ რამე ისეთი მნიშვნელოვანი არ აქვს მის სიცოცხლეს, 40 დღის აუცილებლად მოინათლოს და ჩვენი ინტერესი უნდა იყოს ნათლობა, რომ ქრისტეს ნათელი მიიღოს, სულწმის მადლი მიიღოს და შემდეგ რა თქმა უნდა, ნათლობის შემდეგ უნდა ვცდილობდეთ, რომ აღზარდოთ მართლმადებლურად და ეზიარებოდეს ტაძარში და ტაძარში უნდა იზრდებოდეს. კვირიდან კვირამდე, ზიარებიდან ზიარებამდე უნდა იზრდებოდეს და ესეთი ბავშვი რა თქმა უნდა ღვთისათნოთ. არ ვამბობთ, რომ შეცდომას არ დაუშვეს, მაგრამ მას ეცოდინება შეცდომის შემთხვევაში როგორ გამოასწრო. ახლა უდიდესი რამ მოვლენა ხდება, მე ესე ვიტყოდი ჩვენ სამშობლოში, მისმა უწმინდესობამ დემოგრაფიული პრობლემიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება წლების წინ, რომ მესამე და მეოთხე და შემდეგი ბავშვებისთვის იყოს მის ის ნათლია, ოჯახის ნათლია, იმ ბავშვის ნათლია. მის უწმინდესობას საკმაოდ უდიდესი ავტორიტეტი აქვს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს გაუხარდა, სიხარულით შეხვდა და ვფიქრობ, რომ შედეგიც აქვს ამ ყველაფერს, რომ დემოგრაფიული ამ კუთხით დემოგრაფიული პრობლემა მეტნაკლებად მოგვარდა. ეს არა მარტო ჩვენ და ან მე, არამედ მსოფლიოს მკვლევარებიც ამას აღნიშნავენ, რომ ერთმა პიროვნებამ, რომელსაც უდიდესი ავტორიტეტი აქვს საქართველოში, ჩვენი ეკლესიის მწყემსთავარ მეთაურს, აი მისმა სიტყვამ მსგავსი დემოგრაფიული პრობლემა მოაგვარა, რომელიც იყო ძალიან დიდი პრობლემა და დღესაც მე ისე ვიტყოდი, რჩება დიდ პრობლემად, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ პატრიარქს არ უნდა შევყურებდეთ, ჩვენც უნდა აუცილებლად ვიგრძნოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ოჯახი, ვისაც გვაქვს შექმნილი, უნდა ვცდილობდეთ, რომ მრავალშვილიანობა ოჯახში არის მეტად მნიშვნელოვანი ქვეყნის და ერის სიცოცხლისთვის. მამა ვაჟა, რატომ არის აუცილებელი, რომ 40 დღის მოინათლოს? ხშირად ვიცით ხოლმე, რომ ელოდებიან რამდენიმე წლის შემდეგ ნათლავენ სხვადასხვა მიზეზის გამო. ეს არის სამწუხარო, ესე ვთქვათ, მანკიერი დამახინჯებული ტრადიცია, რომ ჩვენ ქართველები ველოდებით ხოლმე რაღაც წვეულებას, სუფრას და აქედან გამომდინარე, რატო ვერ მოახერხე, აი იმიტომ რომ ამას ვერ გადავიხდიდი, რაღაცა ამდენ ხალხს ვერ დავპატიჟებდი. მინდა გითხრათ, რომ ნათლობა და სუფრა აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის. რა თქმა უნდა, ახლა გიხარია და სიხარ თუ გაქვს საშუალება, იზეიმებ და აღნიშნავ, მაგრამ იმის გამო, რომ შენ ფინანსურად გიჭირს თუნდაც და სუფრას და ღვინისმას ვერ მოახერხებ, არ შეიძლება ის მადლი დააყოვნო შენ შვილთან მოსვლას, იმიტომ რომ 40 დღისა უნდა დაბადებიდან იკითხება პირველ დღის ლოცვა, შემდეგ მერვე დღეს იკითხება სახელდების ლოცვა, მეორე დღეს იკითხება განწმენდის ლოცვა და შემდეგ წესით უნდა მოინათლოს კიდევაც და შემდეგ ეს მე როგორც თქვი დასაწყისში მარტო მონათლა არა, უნდა ნათლიაც და მშობელიც, სულიერი და ფიზიკური მშობელიც ცდილობდეს, რომ სულიერად აღზარდოს და გაგებით უნდა მოეკიდოს ნათლობას, ნათლიობას თუნდაც ნათლია და უნდა ცდილობდეს, რომ სრულ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს, რომ ის უნდა ატარებდეს თავის ნათლულს, რისი პასუხისმგებლობაც აიღო ღვთის წინაშე, რომ უნდა აღზარდოს სულიერად, უნდა აღზარდოს დედა ეკლესიაში და უნდა აღზარდოს ქრისტეს სისხლახურთან უნდა აზიარებდეს და თვითონაც უნდა ეზიარებოდეს. რატომ არის აუცილებელი, რომ ცოლ-ქმარს ჰქონდეს ჯვარი დაწერილი, ასევე ხელი ჰქონდეთ მოწერილი იმისათვის, რომ პატრიარქი გახდეს მათი შვილის ნათლია? ხელის მოწერა ეს სამოქალაქო კანონმდებლობით ხო, რა თქმა უნდა, ცოლ-ქმრად რეგისტრირდება და აუცილებელია, რომ ეხლა მისი უწმინდესობა არის ნათლია ოჯახის და ამ დროს შენ ჯვარი არ გაქვს დაწერილი. ჯვრის წერა თუ შენ ფიქრობ რა არის პატრიარქის ნათლიობა, თუ შენ ფიქრობ რომ ბავშვის ნათლობა გინდა და შენ უკავშირებ
ღმერთს და ეკლესიას და მართლმადებულ ჭეშმარიტ მაცხოვნებელ სარწმუნოებას, შენ სულს და შენ შვილების მომავალს ან სულს, მაშინ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ აუცილებელი არის, რომ გქონდეს ჯვრისწერა. რა არის ჯვრისწერა? უფლისაგან გამოთხოვა არის ეს ლოცვა კურთხევის გამოთხოვა, შემწეობა სითხო უფლისაგან, მერე საოცარი ესე ვთქვათ ოჯახის კონსტიტუცია, ეპისტოლე, რომელიც ჯვრისწერის დროს ხდება, წაკითხვა, სახარება, რომელიც ჯვრისწერის დროს ხდება ჯვრისწერის დროს და ძალიან დიდი მადლი, ანუ ორი ადამიანი ხდება ერთი. უფლის წყალობით და ჩვენ ვიცით რაც უფალი შეერთებს, რაც ღმერთი შეერთებს, ნუ განაშორებს და საოცარი მადლი და მე იმ ლოცვაშიც ხდება, რომ შვილიერებას ითხოვ, მრავალშვილიანობას ითხოვ, მე იმ ლოცვაშიც ხდება, რომ და ეპისტოლეშიც ხედავთ, რომ როგორ უნდა ზრუნავდეს მამაკაცი, დედაკაცი, ანუ ცოლზე, რომ თავი უნდა გაწიროს, ისე როგორც ქრისტემ გაწირა ეკლესიისთვის, რომ დედაკაცი არის შედარებული ეკლესიას და მე როგორ უნდა უყვარდეს დედაკაც მამაკაცი, რომ როგორც ეკლესიაზე თითოეულად მორწმუნე ადამიანს უნდა უყვარდეს ღმერთი, აი ესე უნდა უყვარდეს მეუღლე და აი ეს ყველაფერი არეგულირებს და შენთვის თუ მნიშვნელოვანია ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა, რა თქმა უნდა, შენთვის ჯვრისწერაც იქნება მეტად მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე, ახლა როცა ნათლიობაზეა საუბარი, შენ უნდა ცდილობდეს შემდეგი წინა ბავშვებიც გყავდეს მონათლული, რა თქმა უნდა, ჯვარი ქონდეს დაწერილი, რა თქმა უნდა, სამოქალაქო რეესტრში აუცილებლად უნდა ქონდეს ხელმოწერა, რომ შენ კანონიერ ოჯახად ითვლებოდე და რა თქმა უნდა, შენ შემდეგ აი ესე მოწესრიგებულად უნდა მერე მიდიოდე და პატრიარქი იყოს შენი ნათლია და ამას უნდა გრძნობდეთ. რომ პატრიარქი ნათლია, ესე ზერელად არ უნდა უყურებდეთ, დიდ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეთ და ჩვენც უნდა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მისი უწმინდესობის აი ეს ძალისხმევა არ ჩაიფარცხოს და გვერდში უნდა დაუდგეთ ჩვენს წყემს თავს და ჩვენც უნდა ვიგრძნოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ღვთისა და ეკლესიის და ჩვენი ქვეყნის წინაშე. დიახ. თქვენი დაკვირვებით, როგორ შეიცვალა დემოგრაფიული მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში მას შემდეგ, რაც პატრიარქი ხდება ნათლია? ვფიქრობ, რომ გაუმჯობესდა, იმიტომ რომ ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი, თუნდაც აი მახსოვს წინა წლებშიც ძალიან ბევრმა დაიწყო მესამე შვილზე ფიქრი, სამი თუ ყავდა მეოთხე შვილზე ფიქრი, ძალიან გაუხარდა ის განსაკუთრებულად ვინც მორწმუნე ეკლესიურია, რომ აი თუ პატრიარქი იქნება ნათლია და ძალიან ბევრი აქედან გამომდინარე შვილები მიემატა ესე ვთქვათ ოჯახს და ეხლა წარმოგიდგენთ, ეხლა სამი ყავდა და მეოთხე გაგიჩნდა, მე მეხუთე და ამ დროს ეხლა ის შვილებიც ხო გამრავლდებიან უფლის წყალობით და უფლის კურთხევით და დღეს თუ არა 10-20 წელიწადში ამის შედეგი უფრო დიდი იქნება, იმიტომ რომ მათაც შვილები გაუჩნდებათ და მათაც ეყოლებათ 2 და 3 და 4 შვილი და ეს უკვე ნიშნავს, რომ რამოდენიმე ერთ ათეულ წელში უფრო დიდი შედეგი იქნება ღვთისმადლით და ღვთისწყალობით და მე ესე ვიტყოდი საკმაოდ დიდი სულიერი და ბრძენი პატრიარქი გვყავს, არ არის ერთჯერადად არ ფიქრობს, დღევანდელობით არ ფიქრობს პატრიარქი, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენი პატრიარქი არის საძირკველს ასხავს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის, საძირკველს ასხავს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის და დღეს თუ ვერ არ ჩანს ზოგიერთის თვალში, აუცილებლად გავა ათეული წელი და ეს საძირკველი ამ საძირკველზე დაშენდება ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, ავტოპორტრეტი, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის გაბრწყინება. ვისარგებლებ შემთხვევით და კითხავთ ბოლოს 6 სექტემბერს შაბათ ძმები კარბელაშვილების ხსენების დღეა და როგორც ვიცი, საზეიმოდ აღინიშნება მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში, სადაც ღირსი აღსარებელი მამა პოლიოქტოს კარბელაშვილი საფლავი არის. დიდება და მადლობა უფალს მოგვიახლოვდა 6 სექტემბერი მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში ხევისუბანში გვაქვს დიდი ზეიმი, დიდი დღესასწაული, ყოველ წელს ესე იყო ხოლმე და ჩვენ ეპარქიაში ჩვენს ტაძარში, ამ შემთხვევაში მთავარანგელოზის ტაძარში არის წმინდა პოლიოქტოს კარბელაშვილის ხუთი წმინდანი ერთ-ერთი არის პოლიოქტოს კარბელაშვილი, რომელიც აქ მოღვაწეობდა და არის აქ მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში დასვენებული მის საფლავი იქ არის და ჩვენ განსაკუთრებულად ვემზადებით ხოლმე, ველოდებით ჩვენი ეპარქიიდან მამებს, მრევლს, მეუფექვთიმეს ლოცვა კურთხევით რა თქმა უნდა, ველოდებით თბილისიდან სასულიერო პირებს სტუმრებს, მრევლს და ჩვენ დიდი ზეიმი გვაქვს ხოლმე და განსაკუთრებულად ეხლა ესე დავტვირთეთ ჩვენ ტაძარს აქვს არსებული ტაძართან არსებული სამრევლო სკოლა, სადაც სხვადასხვა ხელნაკეთებს საშობაოდ, საღდგომოდ გვაქვს ხოლმე გამოფენა გაყიდვა. ამ შემთხვევაში მთელი ზაფხული ფაქტიურად ჩვენ სატრაპეზო ოთახი დათმობილი იყო ბავშვებისთვის, სამრევლო სკოლისთვის და მთელი ყოველი დღე ბავშვებმა ამ ზაფხარდადეგებზე გაატარეს ეკლესიაში თეონა მასწავლებლის ზედამხედველობით საოცარი უანგარო პედაგოგი, ჩვენი მედავითნე, ჩვენი მრევლი,
საოცრად თბილი და მოსიყვარული და მზრუნველი, რომელიც უშუალოდ რეპეტიტორობით ხდება ამ ბავშვების ხელმძღვანელობა და შექმნეს საოცარი ნახატები. და იქნება ამ ტაძრის ეზოში გამოფენა ამ ნახატების ბავშვების ნამუშევრების, ბავშვების სიგელების გადაცემა იქნება, მადლობის სიგელების გადაცემა და შემდეგ რა თქმა უნდა სტუმრებისთვის მოეწყობა ტრაპეზი, ასე რომ ვფიქრობ რომ ძალიან დიდი მადლიანი და საინტერესო დღე გველის წინ. დიდი მადლობა რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. მადლობა თქვენ, ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დავლოცოს სრულიად საქართველო. ამინ.